სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. მოგესალმებით მეგობრებო, ყველას დღეს ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას ფსალმუნების ბასილი დიდის გამარტებით და მე ასევე ვაპირებ ახლა სულ მალე უკვე უფრო მაღალი, ესე იგი მრავალი საინტერესო იქნება და ვაპირებ რომ კიდევ ესე იგი ორი წმინდა მამა დავამატო და უფრო საინტერესო იქნება და მრავალფეროვანი ასე ვთქვათ, გვექნება რამოდენიმე წმინდა მამის გამარტება კონკრეტულ ერთ ფსალმუნზე და ვაპირებ ესე ღვთისმშეწონით გავაკეთო. და რა თქმა უნდა გასაგებ ენაზე. და ჩვენ ვაგრძელებთ მეგობრებო, აქვე მინდა გთხოვოთ რომ გამოიწერეთ არხი და ესე იგი გააზიარეთ ეს ვიდეო, რაც შეიძლება მეტ ბევრ ქართველებს გაუზიაროთ ჩვენს ემიგრანტებს, ასევე ვინც საქართველოში ცხოვრობს, ასევე უსინათლოებსაც და ვისაც აქვს ესე იგი სმენის ყურში სმენის პრობლემა, იმიტომ რომ ყველა ვიდეოში მაქვს ესე იგი ქართული სუბტიტრები და წაიკითხო. კარგით, ხო, რა თქმა უნდა, ამითი თქვენ უკვე მეორე ხარისხოვანია, ამითი დაეხმარებით არხის განვითარებაში და რაც უფრო ბევრი და მეტი იქნებით, უფრო კარგია, რა თქმა უნდა. წინასწარ ესე იგი მადლობა და ღმერთმა გაგახაროთ. ფსალმონი 59. პირველი მუხლი, ღმერთო, გამთხიან ჩვენ და დამამხვენ ჩვენ, შემორისხენ და შემიწყალენ ჩვენ. ესე იგი ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო, რომ ღმერთი სამართლიანია, მაგრამ მოწყალეც, ხო? და ესე იგი რომ სინანურით ღვთის წყალობას პოვებთ, თუნდაც მის რისხვას ვძნობდეთ. მეორე მუხლი. შეარყიე ქვეყანაი და შეაზრწუნე იგი, განკურნე შემოსვლება იმისი, რამე თუ შეიძრა. ბასილი დიდის გამარტებით ღმერთი ზრწუნებას აგზავნის, მაგრამ განკურნავს, ხო? ღმერთი გვაძლევს განსასწრებს, რათა მისი მადლი ბეძიოთ. და ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი ზოგჯერ ადამიანს, რომელიც ესე იგი არ ცხოვრობს ეკლესიურად, რაღაც ასე ვთქვათ, ცხოვრებას წევა და ღმერთი უფალი უგზავნის მას განსასწრებს, იმიტომ რომ ცოტა გამოფხიზდეს და ეს სასარგებლოა ჩვენთვის, იმიტომ რომ ზოგჯერ მართლაც საჭიროა რომ გამოფხიზდეთ, თვალები გავახილოთ და რა ხდება ჩვენს გარშემო, რომ დავინახოთ. შემდეგ მესამე მუხლი. უჩვენეერსა შენსა სიფიცხლე, მას უჩვენ ღვინოი უმობიერებისაი. გამარტება ასეთია მეგობრებო, რომ განსასწრელი გვაჩვენებს სისუსტეს და ბასილი დიდი გვარწმუნებს, რომ ღმერთი გვაძლევს ძალას, რათა გავუძლოთ ჭირს. მოეც მოშიშთა შენთა სასწაული, განრომად პირისაგან მშვილდისა. ესე იგი, ღმერთი ნიშანს აძლევს, მორწმუნეებს და ბასილი დიდი გვასწავლის, რომ ღვთის მფარველობა გვიცავს მტრის ისრებისგან. მეხუთე მუხლი. რაითა იხსნე საყვარელნი შენი, მაცხოვნე მე მარჯვენითა შენითა და შეგესემინ ჩემი. ღმერთი იცავს თავის რჩეულებს, უпроსტად და ბასილი დიდი ამოსო ღვთის ძლიერი ხელი გვიხსნის თუ მას გულით გვებედრებით. შემდეგი ღმერთი იტყოდა წმინდით გამო მისი, განვიხარო და განვყო სიკიმაი და ღელი იგი საყოფელთაი განზომო. ესე იგი ღმერთი ყველაფერს ფლობს და ბასილი დიდი გვარწმუნებს, რომ ღვთის ნება ყოველთვის სრულდება, რაც სიხარული, ესე იგი, რაც სიხარულს მოაქვს. მეშვიდე მუხლი. ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე და ეფრემ დამამტკიცებელი თავისა
ჩემისაი იუდა მეფე ჩემი. ესე იგი ღმერთი მეფობს თავის ერზე, წმინდა ბასილი ამბობს, რომ ღმერთის ძალაუფლება ყველგანაა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მის ერში. მოაბ სიავი სასოებისა ჩემისაი იდუმიადმდე წარვიმართო სლვაი ჩემი მე უცხო თესლნი და მე მორჩილნეს. ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო, რომ ღმერთი ანადგურებს მტრებს, მტერს და ესე იგი რომ ღვთის ძალით ყველა მტერი დამარცხდება. ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას ძნელსა, ანუ ვინ მიმიწყვეს მე იდუმიადმდე, ანუ ღმერთი გვიძღვის, ასე ვთქვათ, გზაზე და ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთის გარეშე ვერ გადავლახავთ სიზნელებს, მაგრამ ის ყოველთვის ჩვენთანაა. არათუ შენ ღმერთმან, რომელმაცა გამთხიენ ჩვენ და არა გამოხვედ ღმერთი ძალად ჩვენ და ესე იგი ღმერთი ჩვენი ძლიერება, ძალაა, ხო, ბასილი დიდი გვარწმუნებს, რომ მაშინაც კი როცა ღმერთი გსჯის, ის ჩვენი იმედია. ასე გამარტავს ბასილი დიდი ამბობს. ვაგრძელებთ მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ეს არის 59 ფსალმუნი და მე-11 მუხლიდან ვაგრძელებთ. მომეც ჩვენ შეწევნაი ჭირსა, რამე თუ ცუდ არ ცხოვრებაი კაცისაი. ესე იგი ბასილი დიდი გამარტავს, რომ ადამიანის ძალა ამაოა და ის გვასწავლის, რომ მხოლოდ ღვთის შეწევნა გვაძლევს გამარჯვებას ჭირში, რა თქმა უნდა. და ჩვენ აუცილებლად უნდა როდესაც არის მე არაერთხელ მithქვამს, მაგრამ ვიცი შეიძლება ეხლა მისმენს ადამიანი პირველად და ყოველთვის როდესაც თქვა გასაჭირია, პრობლემა არის, თქვა ისეთ სხვა სიტუაცია, ან რაღაც გასასწრელია, ან კიდე მოკლედ გაჭირება და ასე შემდეგ, ჩვენ რა თქმა უნდა ზოგი მიმართავს სხვადასხვა საშუალებებს, ოიქ ალკოჰოლს და ასე შემდეგ და კიდე სხვა რაღაცებს, ამით ახლა ვისაუბრო ამაზე, მაგრამ ჩვენ ზუსტად მანდ გვიყურებს უფალი, ჩვენ როგორ მოვიცევით, რას მოვუქმედებთ, რას საწავად, რას გავაკეთებთ, ესე იგი და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ უფალი გვიყურებს და ჩვენ ყოველთვის უნდა მიმართოთ ღმერთს, იმიტომ რომ ის არის ჩვენი ერთადერთი გულწრფელი და ესე იგი ერთგული მეგობარი. და ბოლო მუხლი, მეგობრებო, ეს არის მე-12 მუხლი, ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი და მან შეურაცხნეს მაჭირებელნი ჩვენი. ბასილი დიდი გამარტავს, რომ ესე იგი ღმერთი გვაძლევს ძალას და ესე იგი ღვთის მადლით ჩვენი მტრები დამარცხდებიან, ხოლო ჩვენ გავიმარჯვებთ. ღმერთმა შეგიწიროთ, ვინც მისმენდით, მეგობრებო, და ღმერთმა გაგახაროთ, წაიკითხეთ აუცილებლად სალმონები, სახლში დილით და შუადღეს საღამოს, გნებავთ სამსახურში, გამონახეთ დრო 10-12 წუთი და წაიკითხეთ ყოველ დღე, თუნდაც ერთი დიდება არ არის დიდი და რა თქმა უნდა მადლიარი და შეგეწევათ უფალი. გაიხარეთ და დიდი მადლობა.